ვილოცავთ, ვისაც პიქსელი გაქვთ, თქვენთვის უკვე ხელმისაწვდომია Pixel Merge Feature Drop-ი. მოკლედ, რა სიახლეები გვაქვს ვნახოთ? პირველ რიგში დავიწყოთ მოდით home screen-ით. გვაქვს search widget-ის კუსტომიზაციის შესაძლებლობა, შეგვიძლია შევცვალოთ აიკონები, შევცვალოთ მთლიანად ფერი ჩვენი widget-ის და სრულიად მოვარგოთ ჩვენს მიზნებს. ასევე შეგვიძლია შევცვალოთ AI mode-ი, ანუ დავაყენოთ მაგალითად გადასათარგმნად პირდაპირ, ან პირდაპირ მუსიკის მოსაძებნად, ან ჩვენთვის სასურველ ნებისმიერ ფუნქციად შეგვიძლია გარდაქმნათ ის. შემდეგი სიახლე, რომელიც ეხება არის ის, რომ შეგვიძლია გამოვხდოთ At a glance widget-ი. ანუ აქამდეც შესაძლებელი იყო მისი გამორთვა, თუმცა ახლა შეგვიძლია დავმალოთ. აი ნახეთ, ახლა მე ჩავრთავ და ყოველთვის ძალიან შემაწუხებელი იყო ხოლმე ეს მარცხენა ზედა კუთხეში არსებული ინფორმაცია. ნახეთ, როგორც ხედავთ, მისი გამორთვა შესაძლებელია. შემდეგი სიახლე, რაც გვაქვს, ეს არის უკვე ფოლდერები. ფოლდერების გახსნის დროს, როგორც ხედავთ, wallpaper-ი უკან იწევს და ბევრად უფრო ლამაზი არის და ბევრად უფრო მეტი ფუნქცია აქვს. ნახეთ, remove ღილაკი დაემატა და ჩვენ აღარ გვჭირდება აუცილებლად რაღაცა ზედა უკიდურეს კუთხეში ფოლდერის მიტანა, რომ გავაქროთ ის home screen-დან. სიახლე კიდევ გვაქვს ასევე სხვა კუსტომიზაციის მიმართულებითაც. გვაქვს აიკონის პაკები, ეგრეთ წოდებული theme პაკები, დღეს გვაქვს მაგალითად SpongeBob-ი და ასევე შეგვიძლია შევქმნათ ჩვენთვის სასურველი სტილის აიკონები. ნახეთ, გვაქვს რამდენიმე მოდელი. თითოეულ მოდელის გარდაქმნა არის შესაძლებელი, შეგიძლიათ აირჩიოთ და გარდაქმნათ. ნახეთ, აი ეს მაგალითად შეგიძლიათ შევცვალოთ ფერი თქვენი wallpaper-ის მიხედვით, ან აირჩიოთ სხვა ნებისმიერი თქვენი სურვილისა მებრ. მე ძალიან მომწონს ეს night sky და მე ვიყენებ ამ night sky-ს. თუმცა, როგორც გითხარით, შეგიძლიათ გადმოწეროთ, დააყენოთ, ჩაატაროთ სხვადასხვა ტიპის ექსპერიმენტი და ნახოთ თქვენ უფრო რომელი მოგეწონებათ. რა თქმა უნდა, გვაქვს სხვადასხვა shape-ები. მე ძალიან მომწონს ეს iOS-ის მსგავსი და One UI-ის მსგავსი shape-ი, ეგრეთ წოდებული squircle და შესაბამისად ძალიან საინტერესო არის, ასე რომ ვთქვათ, ჩემთვის ვიზუალურად. მე ისევ დავტოვებ squircles და მექნება ეს night theme პაკი, ასე რომ ვთქვათ. ასევე განახლება შეეხო კონტრასტსაც, კონტრასტი უფრო მეტად შეგვიძლია რომ ვაკონტროლოთ და ბადე დარჩა იგივე. ბადის სხვა მასშტაბები სამწუხაროდ ხელმისაწვდომი არ არის. განახლება შეეძღო ფანარს, როგორც ისეთ პიქსელის ფანარი არც თუ ისე ნათელი იყო, თუმცა ბოლო განათლებით შეგვიძლია ვარეგულიროთ მისი სიმძლავრე. გავავნათოთ ძალიან ან დავაკლოთ ან საშუალოდ დავაყენოთ და ამ ყველაფერს ისიც ძალიან კარგს ხდის, რომ შეგვიძლია haptic feedback-ით ვიგრძნოთ თუ რამდენად ვანათებთ ჩვენს ფანარს. განახლება შეეხო, რა თქმა უნდა, განათების სლაიდერსაც, როგორც ხედავთ, ის მთლიანად აკრობს notification ცენტრს და უკან background-ზე ძალიან ლამაზად გადადის. განახლება შეეხო